კარგი დიზაინი იწყება სწორი ბრიფით. რა უნდა იცოდეს დიზაინერმა დამკვეთისგან, რომ სწორ შედეგამდე მივიდნენ საბოლოოდ? თავიდან და გაიცნო დამკვეთი ცოტა წესიერად დაელაპარაკო რამდენიმე შეხვედრა შეიძლება იყოს საჭირო და თავისთავად ძალიან რთულია რომ იმ რამდენიმე შეხვედრაშიც ამოიცნო ადამიანი ზუსტად როგორი ტიპის არის, მაგრამ ელემენტარული უბრალოდ უნდა კითხო რომ ჯერ რა მიმართულება უნდა, რა სტილი მოსწონს. ეს უკვე რაღაცას გაძლევს საფუძველს, რომ მიხვდე კლასიკური მოსწონს, თანამედროვე, ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ არ იცი რა მიმართულება უნდა, შეიძლება რაღაცა შეესწავლო, შეთვითონ მოგწონდეს რაღაც, მაგრამ სრულიად მიუღებელი იყოს დამკვეთისთვის. როგორც წესი, კარგი დიზაინერი და კარგი არქიტექტორი, კარგი ფსიქოლოგიც არის რა, იმიტომ რომ უკვე იმდენ ხალხთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა, აი 2-3 სიტყვაში შეიძლება მიხვდე ვინ როგორი ტიპია და ვის რა მოსწონს და ვცდილობ რომ ისეთი დამკვეთი მყავდეს, როცა ერთ ადამიანთან მექნება კავშირი, იმიტომ რომ როცა დამკვეთი ოჯახის ვთქვათ 4-ვე წევრია, შეუძლებელია ფაქტიურად, ხო, მეთანხმებით რომ 4 სხვადასხვა ადამიანს კონდეს ერთ და იგივე გემოვნება. ვცდილობ რომ რაღაცა საერთო მიიღო, მაგრამ ვიღაცა ერთი უნდა იყოს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს რა. ეს ყოველთვის აადვილებს საქმეს. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწეროთ კონცეპტორის არხი, გააქტიურეთ ზარისხილა კი, რომ მსგავსი რჩევები არ გამოგჩეთ რემონტის და დიზაინის შესახებ.